ახალგაზრდები აღარ იწყებენ ისეთ კომპანიებში მუშაობას, რომელსაც კარგად გაწერილი სოციალური პასუხისმგებლობის გეგმა ან სტრატეგია არ აქვს. რამდენად იქცა მოხალისეობა და ზოგადად დონაცია ჩვევად და რეგულარულ რუტინას. შენ იღებ მონაწილეობას უკეთესი, უფრო სოლიდარული, უფრო ჰუმანური საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. არასწორი იქნება ალბათ ის რომ ვთქვათ, რომ მხოლოდ მატერიალური შემოწირულობის გაღების ხარჯზე ითვლები მოხალისე. ერთხელ თუ ესეთ აქტივობაში ჩაერთვები, შემდგომ უკვე ბუნებრივად გიჩნდება მოთხოვნება, რომ ესეთი რაღაცები აკეთო. სალამი, თქვენ უსმენთ პოდკასტს თაობის ხმა, რომლითაც გვინდა რომ ჩვენი თაობის ხმა გაჟღერდეს და ვისაუბროთ იმ მნიშვნელოვან სამოქალაქო საკითხებზე, რომლებიც გვაწუხებს და გვაერთიანებს ამასთანავე. საკმაოდ მნიშვნელოვანია ის, რომ განსხვავებული იდეებისა და შეხედულებების, ასევე ინტერესების მიუხედავად ვერთიანდებით იმისთვის, რომ რაღაც ამ საკითხებზე ვისაუბროთ. დღევანდელი პოდკასტის წამყვანები ვიქნებით მე, მარიამ მებუკე და ლუკა ბერიშვილი, იგივე ბერიშა. ბერიშ, სალამი, როგორ ხარ? გამარჯობა. მორიგ ეპიზოდში ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ თემაზე, როგორც არის მოხალისეობა, დონაცია და სოლიდარობა და ამ ამბავში დაგვეხმარება მარიამ ჭედლიშვილი, პროექტ ჩართეს ხელმძღვანელი. მადლობა, მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თემებზე ვისაუბროთ, რაც შეიძლება მეტი და იმედი მაქვს საინტერესო საუბარი გამოგვივა. იმედი გვაქვს. მაყურებელსაც რომ გავაცნოთ პროექტ ჩართეს შესახებ, ჩართე არის საქველმოქმედო ონლაინ პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ინტერნეტით ჩავერთოთ სოციალურად დაუცველ უფროს კლასელებს და მე ძალიან გასახარია ამბავი მგონია, რომ დღესდღეობით უკვე თითქმის 2800-ზე მეტი მოსწავლეს აქვს წოდება ინტერნეტთან და ასევე კომპიუტერთან. ძალიან დიდი საქმეა. და 2.600.000 ლარზე მეტი შეგროვდა, როგორც ვიცი, ამ პროექტის ფარგლებში. ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ამბავი. კი ბატონო, ამ პროცესში ალბათ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ სწორედ მოქალაქეების და საზოგადოების ჩართულობით მოხდა ეს ყველაფერი და უბრალოდ მათ გარეშე ამ შედეგებზე ნამდვილად ვერ გავიდოდით. კი, ალბათ იდეის რაღაც ჩაფიქრებიდანვე ეგ მნიშვნელოვანი იყო მოხალისეების როლი იმაში, რომ რაღაც დაწყებულიყო ამ პროექტზე მუშაობა და მაინტერესებს ანუ თავიდან როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, როგორ ჩაერთნენ მოხალისეები საკუთარი სურვილით ამ კამპანიაში, იმიტომ რომ ვიცით რომ რაღაცა მოხალისეობა ზუსტად ამ ინდივიდუალური ინიციატივების ხარჯზე ხორციელდება და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იყოს რომ მოხალისე. კი ბატონო. დასაწყისი ამ ყველაფრის არის 2017 წელს, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ საკმაოდ დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ. ჩვენ მანამდე უფასო ონლაინ სასწავლო რესურსებს ვქმნიდით, რომ როგორმე რეგიონში მცხოვრები ოჯახებისთვის განსაკუთრებით შეგვემსუბუქებინა ის ტვირთი, რაც არის თუნდაც აბიტურიენტის ყველა ოჯახში, როდესაც უამრავი ფინანსური რესურსი გჭირდება იმისთვის, რომ ხარისხიანი განათლება მისცე და მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ რაც აქეთ ვაკეთებდით, ასევე უმეტესად მოხალისეების ჩართულობით ვერ იქნებოდა შედეგიანი, რადგან რეგიონში მცხოვრები უფროს კლასელებს კი არა, ზოგადად 78,000-მდე მოსწავლეს არ ქონდათ წვდომა კომპიუტერზე და ინტერნეტზე. როდესაც ამ მასშტაბის პრობლემას ეჯახები, პირველი რა თქმა უნდა ეგ არის, რომ უძლური ვარ ამის წინაშე, იმიტომ რომ საკუთარ თავს წარმოიდგენ და ნამდვილად არ არის მარტივი იმაზე იფიქრო, რომ ამდენი ადამიანისთვის კომპიუტერი შეიძინო ან ინტერნეტი დააფინანსო. თუმცა გაგვიმართლა, რომ გუნდში და გუნდის თითოეულ წევრს ჯერა იმის, რომ ჩვენი მცირედი ჩართულობით რაღაც დიდი პრობლემების დაძლევა შეგვიძლია და სწორედ ხანის აკადემიის თარგმნაც რაც თავიდან დაიწყო ამ გუნდმა, მაგის მტკიცებულება იყო, რომ გვჯეროდა, რომ ამ პატარ-პატარა რესურსებით შეიძლებოდა ის დიდი პრობლემა დაგვეძლია, რაც არის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომი. კი, ანუ ხანის აკადემია როგორც აღმოჩნდა, მე ბევრისთვის არის დამხმარე საშუალება, რაც თუნდაც გამოცდებისთვის მომზადების პროცესში ძალიან ეხმარება. საკმაოდ მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალება კალკულუსი ვისწავლი მაქედან და უნივერსიტეტში კი, ძალიან მიხარია ხოლმე ეს გამოხმაურება, იმიტომ რომ ბევრმა არ იცის და ძალიან ვცდილობდით, რომ სკოლებში ამაზე ინფორმაცია მაქსიმალურად მიგვეწოდებინა და ამ პროცესში დავინახეთ, რომ როდესაც ხარისხიან განათლებაზე ვსაუბრობთ, გაცილებით უფრო დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რაც არის, რომ საბაზო რესურსები ჯერ კიდევ არის ხელმისაწვდომი. თან ის მაშინ, როდესაც სკოლაში თითოეული დავალება უკვე მოიცავს კომპლექსურ დავალებას, ინფორმაციის მოძიებას, პროექტის გაკეთებას და რა თქმა უნდა
ესეთ გახარ გადაწყვეტილების წინაშე რომ ან თქვა რომ ამას მე ვერ შევძლებდა თქვა ვიღაცებს დააკისრო პასუხისგებლობა რომ ეს მოაგვარონ, ან თუნდაც შენი მცირედი ჩართულობით, თუნდაც პრობლემაზე საუბრით, დაიწყო ამ პრობლემის მოგვარება და გულწრფელად გეტყვით რომ მაშინ ნამდვილად არ გქონდა იმის მოლოდინი რომ ამ რეალობაში როგორიც საქართველოს არის რომელიც რა ვიცი უამრავ პრობლემას და რთულ პერიოდს გადის ამ წლების განმავლობაში შეძლებდა პროექტი რომ შეენარჩუნებინა თქვა სტაბილურობა და გარდა იმისა რომ ჩართული პროექტის მონაწილეებისთვის ინტერნეტ დაგვეფინანსებინა მუდმივად ყოველთვე ახალი მოსწავლეები ჩაგვერთო. ესეც ხო მოხალისეობის შედეგია. კი ბატონო, წმინდად მოხალისეობრივი აქტივობა და კომპანიები და შემდეგ არ არიან ჩართულები ამ პროცესში აქტიურად, ანუ უფრო სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნაწილშია ხო ეს ყველა. პლატფორმაზე დარეგისტრირებული არიან რიგითი მოქალაქეები, აქ უნდა აღინიშნოს, რომ თუნდაც ის რომ ინტერნეტის თანხა როგორ იფარება, ძირითადად სწორედ რიგითი მოქალაქეები ყოველთვიურად საკუთარი ფინანსური შემოწირულობით, რაც 1 ლარიდან ნებისმიერი თანხა შეიძლება იყოს ახორციელებენ, თუმცა გვაქვს ხოლმე გამოცდილება, როდესაც კომპანიები გვიერთდებიან და ვთქვათ უფრო ისეთ საჭიროებებზე, როგორც არის ლეპტოპის შეძენა, რაც პლატფორმიდან ცოტა უფრო რთული არის ამ თანხის მოგროვება, კომპანიებიც ერთობიან ხოლმე ამ კამპანიაში. კი, ზოგადად სამოქალაქო ორგანიზაციების როლი ქართულ ისტორიაში ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პირობითად ეხლა თუ ჩართია, მაშინ წერა-კითხვის გამოცდილებელი საზოგადოება იყო, რომელმაც ძალიან დიდი საქმე გააკეთა იმ დროში, როდესაც წერა-კითხვა იყო საჭიროება, ეხლა შეიძლება საჭიროება აღარ არის და უკვე ინტერნეტთან თვითონ მოგჭირდება, რომ განათლება მიიღოთ პირობითად. ანუ ეპოქის გამოწვევებს უნდა პასუხობდეს, ან თუნდაც გვირილობა მაგალითად როგორც დღესასწაული, საერთოდ იქედან ჩამოყალიბდა, რომ ჭლექით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ იმით, რომ გვირილებს ყიდდნენ და ერთი პატარა გოგონას წამოწყვება გახდა არა მარტო ყოველწლიური ტრადიცია, არამედ ქალაქის დღესასწაული, რითაც ვიცნობთ ხოლმე. მაგ მხრივ საინტერესოა ქართულ საზოგადოებაში რამდენად იქცა მოხალისეობა და ზოგადად დონაცია ჩვევად და რეგულარულ რუტინად, ასე ვთქვათ. სად ვართ თქვენი აზრით? ამ საკითხს სხვადასხვა ბევრს ვფიქრობ ხოლმე და ზოგადად ვაკვირდები მერვე წელია რაც ამ საქმეში ვარ ჩართული ასე რომ ვთქვათ და რაც ვაკეთებთ ამ პროექტს და ვატყობ რომ мотиваცია საზოგადოების მხრიდან გაიზარდა. თუნდაც აი უკავშირს გეტყვით ხოლმე რომ ბევრ ჩვენს მხარდამჭერს უთქვამს რომ სულ ქონდათ სურვილი რაღაც ესეთი ეკეთებინათ, უბრალოდ არ იცოდნენ საიდან დაიწყოთ. მე გულწრფელად მჯერა რომ არ არსებობს ადამიანი რომელსაც არ უნდა რამე სასარგებლო აკეთოს საზოგადოებისთვის და რაღაცნაირად მჯერა რომ თუ ამას არ ვაკეთებთ რაღაცის გავლენის ქვეშ ვართ, თორე ბუნებრივად ადამიანები ვისწრაფით იმისთვის, რომ უკეთესი გარემო შევქმნათ და ამაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ეს ადამიანები, რომლებიც ამ დროის განმავლობაში უბრალოდ ვერ ხედავდნენ ეს თავისი შესაძლებლობები საით მიემართათ, ჭირდებათ რომ იყვნენ, ჰქონდეთ ესეთი შესაძლებლობები, როგორც თქვა, არის ჩართიან თუნდაც სხვა პლატფორმები, რომლებიც მიმართულები არიან სხვა პრობლემის დასაძლევად. წლიდან წლამდე ვხედავთ, რომ იზრდება ადამიანების რაოდენობა, ვისაც სურს თუნდაც ჩვენთან მოხალისეთ რომ იყოს. რაც აქამდე ესე აქტიურად არ იყო. აი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად გვეხმაურებიან ხოლმე ახალგაზრდები. ეს ვფიქრობ, რომ ორმა რამემ განაპირობა. ერთი ის, რომ ახალგაზრდებმა უფრო აქტიურად დაიწყეს ზრუნვა, რომ საზღვარგარეთ მიიღონ განათლება ან იქაურ კომპანიებში დასაქმდნენ და აქ უნდა აღინიშნოს, რომ იქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის ის, რომ უნდა გქონდეს გამოცდილება მოხალისეობრივი საქმიანობის და мотиваცია მათთვის გახდა, რომ თუნდაც რაღაც ასეთი აქტივობა შეასრულონ. აი როცა საუბრობთ რა სიტუაცია გვაქვს, სულ ვეცნობი ხოლმე საზღვარგარეთის მაგალითებს და იქ ხედავ, რომ სასკოლო პროგრამაშიც კი აქვთ მაგალითად ჩადებული გარკვეული აქტივობები, რის საფუძველზეც მე იღებენ გარკვეულ კრედიტებს. ან თუნდაც სამსახურებს აქვთ გარკვეული დრო გამოყოფილი, როცა მათ თანამშრომლებს შეუძლიათ მოხალისეები იყვნენ. ეს კულტურა ჩვენთან სამწუხაროდ ჯერჯერობით ისეთი განვითარებული არ არის. ეგეც არის მთავარი განმაპირობებელი მიზეზი, რატომაც პირობითად განვითარებულ ქვეყნებში რუტინად და ჩვევად არ იქცეული მოხალისეობა, იმიტომ რომ პირობითად სტუდენტებს თუ ამ როდესაც საზღვარგარეთ მიდიან ეს ერთ-ერთი კრიტერიუმია, რამდენად ჩართული იყო ეს აქტივობებში, იქ მე მგონი კარიერული განხრითაც ეგრეა ხოლმე, რომ თუ კი ხედავს ადამიანი, რომ დამსაქმებელი პირობითად რომ ჩართული ხარ ეგეთ აქტივობებში, იაზრებს, რომ კომპანიისთვის მეტის გაღება შეიძლება და თითქოს ეგ კულტურა ჩვენთან ნაკლებად არის. კი, ამაზე ხო აქამდეც გვიმსჯელია ბერიში და ანუ მაგას ვამბობთ ზუსტად, რომ რაღაცნაირად ნელ-ნელა იწყება ეგ პროცესი, იმიტომ რომ გარშემო მყავს ადამიანები, მეგობრები, რომლებიც ზუსტად თუნდაც იმ მოტივით, რომ საზღვარგარეთ ისწავლონ და სხვადასხვა კოლეჯებში ჩაირიცხონ, აქტიურად ცდილობენ, რომ მოხალისეები გახდნენ. ექსტრაკურიკულური აქტივობა. ხო, რაღაც აი, საიდან
მოვა იდეა რეალურად იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ ჩემი გამოცდილებით და დარწმუნებული ვარ რატომღაც ამასში, რომ ერთხელ თუ ესეთ აქტივობაში ჩაერთვები, შემდგომ უკვე ბუნებრივად გიჩნდება მოთხოვნება, რომ ესეთი რაღაცები აკეთო. იმიტომ რომ ხვდები, რომ ის თუნდაც მცირედი შენს მიერ გამოყოფილი დრო ის იქნება 1 საათი ან შენი მცირედი ჩართულობა რამხელა შედეგის მომტანი არის სხვა ადამიანებისთვის, მე შეუძლებელია რომ ამ საქმეს შეეშვა. და ეს ახალგაზრდებსაც აი სკოლის პერიოდში რაღაც აქტივობებში რომ ვიღებდი ხოლმე მონაწილეობას, მაშინ რომ მახსენდება საერთოდ აბსოლუტურად საუბარი არ იყო რამე მოხალისეობრივ საქმეზე. ეს ძალიან უარყოფითად აისახება რეალურად მე როგორ საზოგადოებად ფორმირდებით ჩვენ. რატო ვსაუბრობ დღეს მოხალისეობის მნიშვნელობაზე, რა სარგებელი აქვს? ხო, ამას ყველაზე მთავარი არის ის, რომ შენ იღებ მონაწილეობას უკეთესი, უფრო სოლიდარული, უფრო ჰუმანური საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. და თუ დავფიქრდებით, ჩვენ თითოეულს გვინდა ეგეთ საზოგადოებაში რომ ვიცხოვროთ, მაგრამ ამისთვის რაღაც მცირე ჩვენი წვლილი უნდა გავიღოთ. არ არის მარტივი ამ რეალობაში, როცა საქართველოში ცხოვრობ, რა უამრავი პრობლემა გაქვს, რაღაცა შენთვის თავარია ფინანსური შემოსავალი მიიღო და ასე შემდეგ დრო გამოყო ესეთი აქტივობებისთვის, მაგრამ რაღაც ეტაპზე თუ დავსვებ და დავფიქრდებით, რომ მე ის შენვე გიბრუნდება და იმ გარემოსკნით სადაც ცხოვრობ, ალბათ мотиваციაც უფრო გაიზრდება. მე ეგ მგონია ერთ-ერთი მწვავე პრობლემა, რატომაც ჭირს აქტიურობა მაგ ხრივ, იმიტომ რომ მეტად თუ ნაკლებად სამწუხაროდ რეალობა ეგეთია, რომ ღარიბ საზოგადოებაში ცხოვრობთ და ხანდახან როდესაც ახალგაზრდები და სხვა ადამიანებიც სწავლობენ და მე მიდიან სამსახურში, სადაც ანაზღაურება საერთოდ არის მაღალი და იმაზე ფიქრობენ, რომ უბრალოდ თვითონ და იცხოვრონ, მან თითქოს იმის მოთხოვნაც გვიჭირს, რომ ამის იქით დრო და სხვა რესურსები დაუთმო ისეთ აქტივობებს, როგორც მოხალისეობრივ აქტივობებს. თითქოს გარემოც ალბათ ეგ არის თავარი განმასხვავებელი განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის იქ ალბათ უფრო მარტივად არის. ალბათ მნიშვნელობა აქვს იმასაც, რა ტიპის მოხალისეობრივ აქტივობაში ერთვები, იმიტომ რომ მე მქონია მაგალითად სკოლის პერიოდში გამოცდილება, როცა რაღაც 16 წლის ასაკში რაღაც ძალიან კონკრეტული პროექტის მონაწილე ვიყავი, სადაც რაღაც ქუჩაში დავდიოდით და ხალხს ახალ წელს ვილოცავდით და რაღაც ტკბილეულს ვურიგებდით. ანუ ესეც მოხალისეობრივი აქტივობაა და შესაბამისად ალბათ მასშტაბსაც გააჩნია. არასწორი იქნება ალბათ ის რომ ვთქვათ, რომ მხოლოდ რაღაც მატერიალური შემოწირულობის გაღების ხარჯზე ითვლები მოხალისედ, ანუ თუნდაც ესეთი მინიმალური აქტივობები, რომლითაც რაღაცა ცდილობ შენც რომ წვლილი შეიტანო საზოგადოების განვითარებაში, საკმაოდ მნიშვნელოვანია და ალბათ მაგნაწილში უფრო ის არის რომ უნდა იპოვო ისეთი საქმე, რაშიც ჩაერთვები. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით, რომ საკმაოდ დაძაბული და რთული გარემოა იმისთვის, რომ ადამიანმა იფიქროს იმაზე, როგორ გახდეს მოხალისე. აი ჩართეს მაგალითად გეტყვით, რომ რეალურად პროექტს არ ქმნიან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც ფინანსურად თუნდაც რაღაც თანხას რიცხავენ ყოველთვიურად. პროექტის იდეა არის ის, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ ამ პროცესში ჩაერთოს. მაგალითად, აქვს რაღაც კონკრეტულ პროფესიაში გამოცდილება დაგროვილი, ხო? საღამოს 1 საათიანი ონლაინ შეხვედრით მოხალისეობრივად, რომ ჩვენს მოსწავლეებს მიეწოს ეს ინფორმაცია, ის ქმნის ამ პროექტს. მაგალითად, ვიღაცა მითის, რომ მე თუ ამ კონკრეტულ ადამიანს დავუკავშირდები, რაღაც კარგი თანამშრომლობა შეიძლება გამოვიდეს და თუნდაც 15 წუთს მithმობს, რომ მე იმ ადამიანთან დამაკავშიროს და ეს თანამშრომლობა შედგეს. ჩართულობა და მოხალისეობა აი ესეთი პროექტების შემთხვევაში არ გამოიხატება ნამდვილად არც მატერიალურად არც რაღაცა ძალიან დიდი დროის და ენერგიის ჩადებით, ძალიან მარტივი რაღაცებით შეიძლება გახდე ამ პროცესის მონაწილე. უბრალოდ შენ თუ იზიარებ პროექტის ღირებულებებს. თან აქ ხარ ვსაუბრობთ ჩართედან ვარ და აქედან გამომდინარე აქცენტს ამაზე ვაკეთებ, თუმცა ბევრი სხვა ტიპის მოხალისეობის მაგალითები მახსენდება, ეხლა მაგალითად ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და ცნობიერების ამაღლებაც. აი თუნდაც სისხლის უანგარო დონაცია, რაც არის აი ძალიან დიდი გამოწვევა. დონორი ვარ. სამოთხე ჩავალარი ამ წელს. კი, აი მეც აქტიური დონორი ვარ და საკუთარი გამოცდილებით ვიტყურე, თავიდან ვაბარებდი სისხლს ჩვეულებრივ ბანკში და მე როდესაც აღმოვაჩინე, რომ ჩემს აცნობს, რომ დაჭირდა სისხლი და მე რო უანგარო ჩავაბარე, მას ყიდვა მოუწია და საკმაოდ ძვირის გადახდა, მივხვდი, რომ რაღაც სხვა იყო ამ პროცესში გასაკეთებელი. ანუ რეალურად მაშინაც ვიყავი მე მოხალისე დონორი, მაგრამ მივხვდი, რომ არასწორად იყო მიმართული ეს ჩემი ის და ბოლო წლებია, არ ვიცი, ზუსტად რამდენი დღის წინ ჩავაბარე და აღმოჩნდა ჩემი მეცხრე დონაცია მათთან. ვაბარებ კონკრეტული პაციენტების სახელს და გაჩნდა მშვენიერი ორგანიზაცია სისხლის უანგარო დონორები, რომლებიც ამ პრობლემას აგვარებენ. ხო, აი პრობლემაზე სწორად მოარგო შენი იდეა და შემდგომ ამ პროცესში ადამიანებს დაანახო, რომ მინიმალური არის მათგან საჭირო, ვფიქრობ, რომ ძალიან დადებითი იქნება ამ კულტურის განვითარებისთვის, რაც მოხალისეობას
და რაც მთავარია, რაღაც ბევრი ადამიანის ჩართულობით, თუნდაც იმ მინიმალური მცდელობით, ძალიან დიდი საქმე კეთდება. ანუ ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია, ალბათ მოხალისეობის ხიბლიც ეგ მგონია, რომ რაღაც შენი აგური, ანუ შენს აგურს დებ, შენი წვლილი შეგაქვს, თუმცა ძალიან დიდ მასშტაბზე გადის მე ეს ყველაფერი. დონაცია საინტერესო იმითაც არის, რომ 2025 წლიდან კანონმდებლობა იცვლება. ეხლა თუ შეგიძლია ჩააბარო და 50 ლარი აიღო, მერე სრულად უანგარო სისტემაზე გადადის, ასე ვთქვათ და საინტერესოა მან დრამა ხდება. იმიტომ რომ ეს დაანონსდა მეგონი 2023 წელს და ალბათ რაც ვიცით ის არის რომ საქართველოში ან ზოგადად ქვეყანაში მინიმუმ 1% მაინც უნდა აბარებდეს რეგულარულად სისხლს რომ დეფიციტი არ შეიქმნას და ზოგადად სამი ფორმა რადგან არის დონაციის და ჩვენც რაღაცნაირად ვიყენებთ ანუ არსებობს ნათესავი დონორი, უანგარო დონაცია და ანაზღაურების გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ და საკმაოდ ბევრი არის ისეთიც, ვინც გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დაკეთებს ამ ყველაფერს და მან ცოტა დილემამდე მივდივარ საკუთარ თავთან და ცოტა მორალური საკითხია ალბათ ის რომ ანუ ერთი მხრივ კარგია რომ მთლიანად მოხალისეობრივი გახდება დონაცია და ყველას შეიძლება რომ რაღაც ამ პროცესში ჩაერთოს და გახდეს მოხალისე 2025 წლიდან, მაგრამ მეორე მხრივ ის არის რომ ადამიანები შემოსავლის წყაროდ იყენებენ ამ ყველაფერს, ოღონდ გულისხმობ ისეთ ადამიანებს, რომლებიც უკიდურეს გაჭირვების ზღვარს ქვემოთ არიან პირობითად და რაღაცნაირად დიდებს, რომლებიც შვილებს გარკვეულ პროდუქტებს ყიდულობენ ამ ფულით. ანუ მანდ ცოტა უცნაურია ჩემთვის, როგორ შეიძლება ეგ პრობლემა გადაიჭრას, ისე რომ რაღაც მოხალისეობაც წავახალისოთ და მეორე მხრივ ისიც მოხდეს, რომ დავიცვათ ეს ხალხი. პრობლემური მხარეა, იმიტომ რომ ამ კანონმდებლობის შეცვლის მერე თუ თავარი არ დავარდეს აქტივობა, ასე ვთქვათ, მაგხრივ და ვიღაცას რო 50 ლარად უწევს სისხლის ჩაბარება, კიდეც ცალკე პრობლემაა. მაგრამ მეორე მხარე ისიც არის, რომ საფრთხებთანაც არის დაკავშირებული, იმიტომ რომ მინახავს რამდენიმე შემთხვევა მსმენია, როდესაც ერთი სისხლის ბანკშიც მივიდა, მეორეშიც, მესამეშიც და ჯანმრთელობის დაზიანების ფასად სისხლი კი ჩააბარა, მაგრამ თავის დაიზიანა. ცხადია, ესეც საკმაოდ დიდი პრობლემაა. მაგრამ ეხლა მე მგონი სისხლის ბანკს ზოგადად ანუ ბანკებს საერთო ბაზა აქვს, კი ბატონო ეგერთი და რაც შენახსენე მაგაზე მეც ვფიქრობდი, ბევრჯერ მიფიქრია, რომ როგორ უნდა გიჭირდეს რომ გადაწყვეტილება მიიღო და მე რეალურად საკუთარ თავს ვუპასუხე, რომ სწორედ მაგ ადამიანების დაცვის მიზნით არის ალბათ საჭირო ეგეთი ის, იმიტომ რომ ის ადამიანი, რომელიც ეგეთ უკეთურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, შესაბამისად ვერც ისე ვერ იკვებება, რომ მისმა ორგანიზმმა აღიდგინოს ჩვენ როცა ვსაუბრობთ დონაციაზე, ვსაუბრობთ რომ ნორმალურ პირობებში მცხოვრები ადამიანი, რომელიც გამოვა და რაღაც პერიოდში აღიდგენს ამ იმას და ადამიანი, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში არის და სასოწარკვეთილი მიდის მაგ გადაწყვეტილებამდე, ის საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს საფრთხის ქვეშ და დონაციის პრინციპი არის ის, რომ შენს ჯანმრთელობას არ შეუქმნა პრობლემა, ისე შეუწყო ხედი სხვა ადამიანის ჯანმრთელობას და რაღაცნაირად შეიძლება დაცვის მექანიზმიც იყოს ამ ადამიანებისთვის, ვერავის ვერ გავამტყუნებთ მაგ გადაწყვეტილებას რო იღებს, იმიტომ რომ ჩემი აი მართლა 8 წლიანი გამოცდებიდან გამომდინარე ისეთები მაქვს ნანახი და ისეთ პირობებში ცხოვრობენ რეგიონებში ხალხი, რომ არ ვიცი, ყოველი სახლიდან გამოსვლაზე მიფიქრია, რომ მათ ადგილზე რო ვიყო, საერთოდ რანაირად შევძლებდი ცხოვრების გაგრძელებას თქო და ვერ გავამტყუნებთ, მაგრამ მეორეა, როცა შენ სახელმწიფო რაღაც სტრუქტურასთან იმას წარმოადგენ, რომ რაღაცა მექანიზმი გქონდეს, რომ ეს ადამიანები დაიცვა, რომ აი ესეთი ზიანი არ მიაყენონ იმას და კარგია, რომ ერთიანი ბაზა არსებობს, სწორედ მაგიდან გამომდინარე, რომ რაღაცნაირად კონტროლდებოდეს. ადრე იყო ეგ შემთხვევები და მე მაგიტომაც გაკეთდა ერთიანი ბაზა საჭიროა თავისთავად. მან კიდევ ერთი სახელმწიფო სტრუქტურებს აუცილებლად შევეხებით, მაგრამ მანამდე საინტერესო ნაწილია კომერციული ნაწილი გულისხმობ კომპანიების ჩართულობას ამ პროცესებში, იმიტომ რომ დღევანდელი მეინსტრიმი და ტენდენციები შეაწყვეტილი თითქოს საზოგადოება მოვითხოვთ კომპანიებისგან რომ ამ პროცესებში ჩართულები იყვნენ და თითქოს ისინიც ერთვებიან თუნდაც ეკომეგობრული რესურსების გამოყენება, სულ პარკი იყოს პირობითად, კარგ უკავშირს იღებს საზოგადოებისგანაც, რეპუტაციულადაც წავახალისეთ, რომ ვთქვათ. და მაგ მხრივ საქართველოში როგორ არის სიტუაცია, მე არ ვიცი მაინც და მაინც მან ჩართეს მაგალითზე მაინც რო გითხრათ, რამდენად არიან კომპანიები ჩართული ამ პროცესებში. მაგაზე ზუსტად 2 დღის წინ მქონდა მსჯელობა, რომ ბოლო პერიოდში სიტყვა სოციალური უფრო და უფრო ხშირად გვესმის და
მაგალითად, ახალგაზრდები აღარ იწყებენ ისეთ კომპანიებში მუშაობას, რომელსაც რაღაცა კარგად გაწერილი სოციალური პასუხისმგებლობის გეგმა ან სტრატეგია არ აქვს, იმიტომ რომ თვლიან, რომ მათ საქმიანობას რაღაც გარკვეული დადებით სოციალური გავლენა უნდა მოჰქონდეს. ეს ტენდენცია ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, რომ ჩვენ მხოლოდ აი როგორ თქვა, არსებულის მომხმარებლები არ უნდა ვიყოთ და რაღაცის შექმნაზე, გაუმჯობესებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, თუნდაც იქ, სადაც მუშაობთ. ასევე არის, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური გახდა, რომ რაც შევა მეც სოციალურ კამპანიაში ჩაერთო. დეკემბერი ამ მხრივ არის ხოლმე, ხა წლევანდელი გასულ გამონაკლისი იყო, მაგრამ დეკემბერი ზოგადად ამის მაჩვენებელია ხოლმე, როცა კომპანიები, არ ვიცი, საახალწლოდ ხო. აი, ბევრი კამპანია საკმაოდ ჩაულაგე, რომელიც მაღალმთიან რეგიონში მაცხოვრებლებს. ნამდვილად, აი ეს ერთი მინუსი ამას ის აქვს, რომ ეს არის სეზონური, ზოგადად ჩვენს ქვეყანაში ფილანტროპიაც, ქველმოქმედებაც, ყველაფერი სამწუხაროდ არის სეზონური და სამწუხაროდ არის უფრო მეტად გამოხატული ერთჯერადი აქტივობებით. და ეს ნამდვილად გამოწვევაა ჩვენთვისაც, ორგანიზაციებისთვისაც და იმ ადამიანებისთვისაც, ვისთვისაც ჩვენ მუშაობთ, მაგრამ მეორე არის ის, რომ უფრო და უფრო აქტიურად წამოვიდა ეგ ტენდენცია, რომ ორგანიზაციებმა იფიქრონ გარდა შემოსავლებისა და ვთქვათ იმ მოგებისა, აკეთონ პარალელურად რაღაც ისეთი აქტივობები, რომელიც დადებით სოციალურ გავლენას მოუტანს საზოგადოებას და ამაში ძალიან დიდი როლი აქვს სწორედ მოქალაქეებს, ადამიანებს, რომლებიც მაგას ითხოვენ და ალბათ მგონია, რომ მაინც გამოცდილება მოიტანა ეს თუნდაც საზღვარგარეთ უფრო მეტად მოგზაურობ და ვხედავთ ევროპის ქვეყნებში ამ მიმართულებით როგორ მუშაობენ და რა დადებითი გავლენა მოაქვს მოქალაქეებისთვის და ამის გადმოღება და გაკეთება დადებითი და კარგი იმის შექმნა გვინდა ჩვენს ქვეყანაშიც. კომპანიების ჭრილშიც რო ვისაუბროთ, აი მაგალითად პანდემიის პერიოდში მახსოვს, რომ როდესაც ყველაფერი დაიკეტა და მაშინ მივხვდით, რომ რეალურად კი საფრთხე იყო ჩვენი ისე ოჯახ სიარული, მაგრამ თუ რამისთვის მიარსებია, ზუსტად პანდემიის პერიოდისთვის ვარსებობდით, ჩემი აზრით, იმიტომ რომ სრულად რო დაიკეტა უცებ სკოლები და ყველა გადავიდა. კი, ნამდვილად, აი არ ვიცი, კვირაში რამდენი დღე დავდიოდით ვიზიტებზე, თან კომენდანტის საათის პირობებში დილით გადის საღამოს ჩავდი, რომ როგორმე რაც შევა მეტი ბავშვი გადაგვარჩინა იმისგან, რომ არ ჩამორჩენოდა ამ სასწავლო პროცესს და აი მაშინ კომპანიებმა იგზნეს ეგ პასუხისმგებლობა და ჰქონდა საკმაოდ კარგი მაგალითები, როდესაც თავად დაგვიკავშირდნენ. და გამოხატვეს, ანუ რეაგირება ძალიან სწორი მოხდა მათი მხრიდან. ერთი არის, რომ რაღაცა კონკრეტულ მწვავე იმაზე, პრობლემაზე რეაგირებ იმ წამს, რასაც ესეთი ბუმ ეფექტი აქვს და მეორე არის ის, რომ შენ გრძელვადიანად აფასებ შენს როლს ამ პროცესში. ეხლა ჩვენ უკვე ამდენი წელია რომ მუშაობთ განათლების ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაზე და ამ საბაზო რესურსებზე ხელმისაწვდომობაზე, მით უმეტეს რეგიონებში. ჩემი აზრით, კომპანიების მხრიდანაც უნდა იყოს გააზრებული ის, რომ მათ ინტერესებშიც დგას, რომ ამ ახალგაზრდებს ჰქონდეთ ხარისხიანი განათლება. ალბათ მაგას ხორცმობდა ბერიშად ზუსტად იმით, რომ ახალისებაზე ვსაუბრობ. ზუსტად საუბრობენ იმაზე, რომ თუნდაც კვალიფიციურ კადრს ვერ ნახულობენ. როგორ ნახავ კვალიფიციურ კადრს რომელიმე კონკრეტულ მაღალმთიან რეგიონში, თუ მასთან არ მივიდა ინფორმაცია. საქმე იმაშია, რომ მაშინ უნდა კომპანიებმა გრძელვადიან ჭრილში შეხედონ თავის როლს და რაღაცა ამ კონკრეტულ პრობლემაში თავისი როლი დაინახონ და არა ის, რომ მაგალითად დღეს რაც ხალხს მოეწონება, მოდი იმაზე გავაკეთებ აქტივობას. მესმის, რომ ამას არ მოაქვს ხვალვე შედეგი და ცოტა რთულია, რომ შენი ფინანსები ამაში ჩადო. ლოგიკურია, ვიცით ახლა რა ტიპის ქვეყანაში ვცხოვრობთ და ბიზნესაც საკმაოდ ბევრი გამოწვევა აქვს, მაგრამ რაღაცნაირად ამაზე უნდა ვისაუბროთ, რომ რეალურად ეს არის სამომავლოდ ისევ იმ პრობლემების აღმოფხვრა, რაც შეიძლება მათ წინაშეც დადგეს, რომ ნამდვილად უჭირთ კადრების მოძიება რეგიონებში. თუნდაც ის, რომ 2017 წელს დაიწყეთ თქვენი პროექტი და 2020 წელს დავდექით ისეთი ფაქტის წინაშე, რომ დაიწყო პანდემია, ანუ 2017 წლიდან რამდენ ადამიანსაც დაეხმართ, ანუ ეს ხო გამოადგათ მათ და ანუ სამომავლო პერსპექტივაზე ალბათ ამ ნაწილში თუნდა ვიფიქროთ ზოგადად, რომ რაღაცა ჩვენი ინიციატივები შეიძლება ახლა და ამ მომენტში ან მათ არ გამოიღონ შედეგი, მაგრამ სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგეს. ეხლა ძალიან კარგი ის გამახსენდა, რომ ვაკვირდებოდით ჩვენ სტატისტიკას, აღმოაჩინა, რომ 2020 წლის თებერვლამდე, გახსოვთ, რომ თებერვლის ბოლოს გამოცხადდა ეგ ამბავი, პროექტში ჩართული ყავდა 497 ოჯახი და მოსწავლე და 2020 წელს იგივე რაოდენობის ერთ წელიწადში შევძელით, რომ ჩაგვერთო 3 თვეში ვიმუშავეთ 250 ოჯახი ჩავრთეთ. ანუ როდესაც უეცრად შეეხო ეს პრობლემა ყველას. ანუ მანამდე აქტივობა საკმაოდ დაბალი იყო, იმიტომ რომ გარშემო ფიქრობდნენ, რომ კაი დღეს ინტერნეტი ვის არ აქვს და რაზე მესაუბრები და ასე შემდეგ და უეცრად პანდემია რო დაიწყო და ზოგი სოფელში გადავიდა სამუშაოდ და აღმოჩენს ინტერნეტი არ არის, მეზობლის ბავშვი დაინახეს, რომ თურმე განათლებას ვერ იღებს და რაღაც და მათთან მივიდა ეს პრობლემა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველას ეშინოდა ფინანსური კრიზისის და არ ვიცოდით წინ რა გველოდა, ეგ წელი იყო, როცა ყველაზე აქტიურად ვიმუშავეთ და მართლა, რასაც 3 წელი ვაკეთებდით და ვწვალობდით, ერთ წელიწადში შევძალით სწორედ კომპანიების და რიგითი მოქალაქეების უფრო აქტიური ჩართულობით, იმიტომ რომ უკვე პრობლემა პირადად შეგვეხო. მაგის მოსმენა ძალიან სასიამოვნოა. საინტერესო თემაშია ეხეთ პანდემიის პერიოდში. მაქედან გამომდინარე მე მაინტერესებს სახელმწიფო რამდენად ხელს გიწყობთ ზოგადად თქვენ და სამხალხო ორგანიზაციებს თავის საქმიანობაში პირობითად კომენდანტის საათი შემზღუდვა ვიყო თქვენი საქმიანობისთვის თავისთავად. აი მანდ სახელმწიფოს როლს როგორ ხედავთ ამ სფეროში, იმიტომ რომ ზოგადად სამხალხო ორგანიზაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები მყარად იდგნენ ქვეყანაში და ანუ ერთია რაღაც მოხალისეობრივი საქმიანობა და მოხალისეები, რომელთა როლიც საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე მხარეს დგას სახელმწიფოც, რომლის როლიც არანაკლებ მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ჩემი აზრით, ამ პროცესში. იმიტომ რომ ანუ ცხადი არ უნდა მოხდეს რაღაც მოხალისეობის დაჯაბუნა სახელმწიფოს ხარჯზე და მისი აქტივობების ხარჯზე, მაგრამ მეორე მხრივ, ანუ ის ძალაც რაღაცნაირად უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე იმისთვის, რომ შევქმნათ ის გარემო, რომლის შექმნაც გსურს. ძალიან მტკივნეულ თემას შეეხეთ პანდემიის პერიოდში კომენდანტისაც, იმიტომ რომ მაშინ ვფიქრობდი, რომ გაცილებით უკეთ შევძლებდი მუშაობას თუ კვების ობიექტი მექნებოდა, ვიდრე ეს ორგანიზაცია, რომელიც იმ მომენტში თითქოს უფრო მნიშვნელოვანი იყო. მთელი კომენდანტის პერიოდი ვიხვეწებოდით მართლა საშუზე და აი რომ წარმოიდგინოთ ჩვენი დღე როგორ იწყებოდა, დილის 5 საათზე იწყებოდა თუ არა მოიხსნებოდა თუ არა კომენდანტის საათი, გავდიოდით, მივდიოდი გურიაში, თბილისიდან გურია რა მანძილზე თქვენ ციცით, ან ზუგდიდში. ვცდილობდი მომესწრო 10 ოჯახი და საღამოს 9 საათამდე დაუბრუნებულიყავი თბილისში. ეს იყო ჩვენი დღის წესრიგი. მიუხედავად იმისა, რომ მივმართეთ და ვთხოვეთ და რა ვიცი, ავუხსენით პრინციპი. ნახევარი გზაში იხარჯებოდა ეს უბრალოდ ჩასვლა ჩამოსვლაში. ნახევარი მეტიც მე. ხო, სამწუხაროდ ეგ ვერ მოხერხდა, არ ვიცით რატო ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ მართლა მივმართეთ დეტალურად ავუხსწერეთ ზუსტად სად გვინდოდა წასვლა რამდენი ვერ დავუწერდი ზუსტად რომელ საათზე რომელ სოფელში ვიქნებოდი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ცოცხალი პროცესია, ვეძებ ამ ბავშვებს, რომ ჩავდივარ, მოგეხსენებათ სოფლები ესეთ ანომრილი და რაღაც ის არ არის და მუდმივად ვეძებ ამ ბავშვებს, ვინცაც ცხოვრობს და საკმაოდ ისეთი დიდი დრო ჭირდება მაგ პროცესს, თუმცა ვცდილობდით, რომ დღის განმავლობაში რაღაც მაინც მოგვესწრო. და არ ვიცი, მართლა ოჯახის წევრები არ მინახავს და მე და ჩემს გუნდს მაგ პერიოდში, იმიტომ რომ თუ ვთქვათ რაღაცას მოვასწრებდით იქ რომ დავრჩენილიყავით ან თან შეგახსენებთ რომ მაგ პერიოდში სასტუმროებიც არ მუშაობდა, შესაბამისად ვერცად ვერ დავრჩებოდით და ძალიან დიდი რისკი იყო და ესე ყოველდღიურ რეჟიმში მოიხსნებოდა თუ არა კომენდანტის საათი, გავდიოდით სახლიდან და გიჟებივით მორბოდით მე უკან რომ როგორმე მოგესწრო და კომენდანტის საათის დროის გადაწევა წამოგვეწია ერთ-ერთ ვიზიტზე და მახსოვს 3 ადამიანი მანქანაში ლაივში როგორ ვუყურებდით რომ ოღონდ ეხა თქვას რომ ოდნავ გადაიწიაო, იმიტომ რომ რაღაცა დღის განმავლობაში 2 საათით მეტი გქონოდა სამუშაოდ. თან ძალიან რთულია რომ შეძელი მოაბილიზა ეს რესურსები. იცი რომ აქეთ მხარეს ამ ახალგაზრდებს სჭირდები და შეგიძლია და ეს რაღაცა ბიუროკრატიული ამბავი, რაც ვერ ვხსნი მართლა რატო ხდებოდა, გაფერხებს რომ ეს პროცესი შეასრულო. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი არის სახელმწიფო სტრუქტურების როლი ამ პროცესში. ზოგადად სტრატეგია რო იყოს რომ მოხალისეობა წახალისდეს და რაც თავარია მოხალისეობა წახალისდეს გულისხმობ რომ დაცული იყოს მოხალისის უფლებებიც, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა აღვნიშნო რომ ჩვენს ქვეყანაში ხშირად ახალგაზრდები რომლებიც საკუთარი ინიციატივით მოხალისეობრივ პროცესებში ერთვებიან, რაღაცნაირად აღმოჩნდებიან ხოლმე რომ ვიღაცის მაგივრად საქმეს აკეთებენ იმის ნაცვლად რომ თანამშრომელი აიყვანათ, მოხალისი აიყვანეს. ანუ ექსპლუატაცია. ხო, და ეგრედაც ესეთ კანონითაც არის, ასე ვთქვათ, გათვლილი რომ კაცრად უნდა მოხდეს გამიჯვნა და მოხალისეობა მაგალითად ნებაყოფლობითი უნდა იყოს მისი არსებული დროიდან გამომდინარე, ერთ თვეზე მეტი თუ არის აუცილებლად შესაბამისი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს, ანუ ეს ყველაფერი ამ ყველაფრის შესახებ ცნობიერება უნდა არსებობდეს საზოგადოებაში, რომ მოტივაციაც გქონდეთ ერთი მოხალისეობის და მეორე გძნობდნენ რომ მათი უფლებებიც ამ მიმართულებით იქნება დაცული, რაც წაახალისებს ჩართულობას. გვაქვს კიდეც კანონი მოხალისეობის შესახებ 16 წლის ასაკიდან შეუძლია ადამიანს იყოს მოხალისე და თუ არ ვწდები კვირაში 36 საათი შეუძლია რომ იყოს მოხალისე. და
ნიშნავენია რომ რაღაცნაირად ეს უფლებები და ვალდებულებები ორივე მხარეს ქონდეს კარგად გააზრებული და რაღაც ბოროტად არ მოხდეს ამის გამოყენება, იმიტომ რომ ეგ მე მოქმედებს მოტივაციას. ეხლა მე თუ გავიგე რომ ჩემი მეგობარი იყო მოხალისე, მაგრამ აი ესე რაღაცნაირად ესე მოიქცნა რაღაცა, მეც ნაკლებად მომინდება. მით უმეტეს საქართველოს სამწუხაროდ ესეთი ორგანიზაციების მიმართ, აი როგორც არის საქველმოქმედო ან ესეთი ორგანიზაციების მიმართ, ნდობის ფაქტორი საკმაოდ ესეთია შერყეული არის, რადგან ფონდია. ხო, ანუ ძალიან მაგ-ფრივად ბრძოლა გიწევს მოკლედ რომ ამტკიცო რომ რაშიც ძალიან დიდ რესურსს ხარჯავ და მე გულწრფელად მირჩევნია რომ ეგ რესურსი მოვახმარო თუნდაც იგივე ოჯახებში შეავსა მეტი შედეგი და არ ჯერათ რომ იმიტომ აკეთებ კი ანუ თუნდაც სისხლის დონაციისთვის ანუ რამდენი ყოფილა შემთხვევა ისეთი რომ რაღაც გაუღიათ სისხლი და მე გაუყიდიათ როგორც უკვე აღნიშნეთ და თქვენ ასეთ მე რამდენი მეუბნება ხოლმე შენ იცი მაგ სისხლს რო აბარებ მე მაგას ყიდიან და მე ვუმტკიცებ რომ არა აი დღეს უკვე არსებობს ორგანიზაცია და მე მივიდივარ კონკრეტული პაციენტისთვის ვააბარებ. ანუ აი ეს უარყოფითი გამოცდილება მოქმედებს იმ ადამიანის გადაწყვეტილებაზე რომ ჩაერთოს ამ პროცესში და აფერხებს მე მთლიანი სისტემის მუშაობას. მან საინტერესოა კიდევ აი ზუსტად ამ ნდობის ფაქტორზე სოციალურ ქსელებში როცა არის რაღაც გარკვეული ჯგუფები, სადაც ადამიანები ითხოვენ დახმარებას ან პირიქით აგროვებენ ფულს რომ კონკრეტულ ადამიანებს დაეხმარონ. რამდენიმე ხნის წინ ჩემს ნათესავს ჰქონდა ეგეთი შემთხვევა რომ ანუ ბავშვის ტანსაცმელი უნდოდა რომ გაეჩუქებინა, თუმცა აი ზუსტად ეგრე მოხდა რომ რაღაცნაირად ისეთ ადამიანებს ჩავარდათ ხელში და ისეთმა ადამიანებმა გამოიყენეს, რომლებსაც რეალურად ამის საჭიროება არ ჰქონდათ და რაღაცნაირად მე ნახა რომ რაღაც საიტებზე იყიდებოდა ეს კი, ყველგან არის წიგნის ჯგუფშიც უბრალოდ აჩუქებენ წიგნებს და ისეთი ხალხი წერენ, ვინც ბუკინისტები არიან და მე არა და რეალურად ამ ძალიან კონკრეტული მოტივი ჰქონდა რომ ჩვილი ბავშვის ტანსაცმელი გაეჩუქებინა იმაზე, ვისაც ეს სჭირდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა და აი აქაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ეს ნდობის ხარისხი. ერთი მხრივ არის რომ გადაამოწმო ადამიანი, რომელსაც ურიცხავ ამ თანხას ან რაღაც მაგრამ მეორე მხრივ ესე ყველას ვერ გადაამოწმებ და ყველასთან საერთოდ ვერ მიხვალ ოჯახში რომ მისი ოჯახური მდგომარეობა გაიგო ხოლმე. აი ჩვენ მაგალითად ზუსტად მაგიტო რომ პასუხისგებლობას ვიღებ რომ ეს კომპიუტერი და ინტერნეტი მივიდეს ზუსტად იმასთან ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება, სათითაოდ ყველა ოჯახში მივდივართ, როცა ვიღებთ ერთიან სიას და ვამუშავებთ რეგიონის მიხედვით, მე ადგილზეც აუცილებლად მივდივართ, იმიტომ რომ ზუსტად კრიტერიუმი გვაქვს შემუშავებული ზოგადად რომ პროექტში რადგან აი მთლიან 78-ას ვერ გავწუდებოდით, გადავწყვეტეთ რომ ყველაზე კრიტიკული ჯგუფი აგვეყო და ეგენი არიან უფროს კლასელები, ვინც ახლა ამთავრებს სკოლას და ჭირდება წვდომა ინფორმაციაზე და მათ შორის ვისაც დამატებით სახელმწიფოს ხარდაჭერა ჭირდება ფინანსური, ანუ აქვს სოციალური დაუცველის სტატუსი 70,000 და ნაკლები ქულა. მაგრამ როცა ადგილზე მივდივართ ხოლმე აღმოვაჩენთ რომ შეიძლება 70,000 ნაკლები ქონდეს ქულა, მაგრამ ცხოვრობდეს რავი ჩემზე უკეთესად და მის ფონზე შეიძლება მე უფრო ვიყო სოციალურად დაუცველი. ამიტომ ამის საჭიროება ნამდვილად არის და გვიწევს რომ ესე ვიაროთ. მეორე საკითხი არის თვითონ ამ ფონდების მიმართ ნდობა. ძალიან ბევრი სიუჟეტი მომზადდა, თუნდაც ის მოწყალებას როცა ითხოვენ, რამდენი ადამიანი არამიზნობრივად ხარჯავს ამას და ეს აისახება მე სხვა ორგანიზაციების მუშაობაზეც და ვერ გაამტყუნებ ამ საზოგადოებას მაგის გამო, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია მათთან მივიდა, რომ არ იხარჯება გადარიცხული თანხები. და რაც რა თქმა უნდა მე ამ კულტურასაც ისე ნდობის ფაქტორი იყო. ფაქტორი ნდობაზე. ზოგადად მოხალისეობა რაღაცნაირად ისეთი ღირებულებითი ნაწილი არის და მისი მთავარი არის რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა ვენდობოდეთ. მე უნდა ვენდობოდე რომ ჩემი შრომა რომელიც ან ენერგია ან დრო რომელიც ჩავდე შენ საქმეში მოხმარდება კარგ საქმეს. მაგიტომ მოდივარ, ხო? და იგივე არის ფინანსური მხარდაჭერის მხარეც. ნდობაზე არის აბსოლუტურად ყველაფერი და რამდენად ეს იმას ემსახურება, რასაც მართლა ამბობ. ჩვენ მაგიტომ არის რომ მაქსიმალურად ვცდილობთ რაღაცნაირად პლატფორმა იყოს გამჭვირვალე და თითოეული მხარდაჭერი რაღაცნაირად პროცესს ხედავდეს. რა თანხა ჩაგვერიცხა, რამდენი ვიყიდეთ, სად ვიყავი, აბსოლუტურად ყველაფერი იყოს მისთვის ხელმისაწვდომი. ვებსაიტს რომ ნახავ, ნახე ყველა წლის გამჭვირვალობა. გამჭვირვალობა, ნამდვილად 17 წლიდან დავიწყეთ. კი, აშკარად უფრო ადრე ვიდრე მოთხოვნა. კონკრეტული მოთხოვნა იქნებოდა. კი, ესეც ძალიან საინტერესოა ამ ნდობის მოპოვების ფაქტორი. თუმცა, არ ვიცი, ალბათ მან ესე კონკრეტული ადამიანები, ანუ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ პროექტს ახორციელებთ და რაღაცნაირად პასუხისმგებლობას გრძნობთ იმისას, რომ მიხვიდეთ კონკრეტულ ოჯახებში და გადაამოწმოთ ისინი, აი, კონკრეტული ინდივიდებისთვის ეს საკმაოდ რთულია, მით უფრო რაღაცნაირად როცა ოჯახში ძალიან ბევრი საქმე გაქვს, რაღაც ამ შემდეგ საკმაოდ რთულია ამ ადამიანებისთვის ეს კონკრეტული ოჯახები შეამოწმონ და
აი რაღაც ხშირად ვფიქრობ ხოლმე რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში გამოსავალი, ანუ მეც როცა გამჩენია სურვილი რომ რაღაც გავაკეთო მსგავსი და ვიღაც დავეხმარო პირობითად, რაღაც ძალიან ცუდია ამის თქმა და მაწუხებს ეგ რო ვამბობ, მაგრამ მართლა მიჩნდება ის ნდობის ფაქტორი და ვცდილობ რომ მაქსიმალურად გადავამოწმო რამდენად სანდოა ეს ადამიანი ბრჭყალებში ცხადია. მან მე ის ფაქტორიც მგონია მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს ზოგადად ხალხი რამდენად შევდგებით ერთიან სამოქალაქო საზოგადოებას და ეს გარემო გულისხმობა მოხალისეობა აქტივობებს საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეხაც ნებისმიერ დიალოგის დროს სამაზარულოში საუბრობთ სახლში თუ სადაც გინდა, ყველგან ისმის ხოლმე ერთი წინადადება, რომ ქართველები ყოფნა არ ყოფნის მომენტში ყოველთვის ერთად დგებით და მოკლედ ეგენი არ გაგვიმაზავს. რაც ერთი მხრივ ძალიან კარგი ფაქტია, რომ შეგვიძლია, მაგრამ მეორე მხრივ რატომ მიყვავს ხოლმე საქმე მაქამდე, რომ ყველა ერთად ვიყოთ მაინც და მაინც. ალბათ პრობლემები დაგვანახებს ხოლმე, ანუ რაღაცა მართლა უნდა გაგვიჭირდეს. აი წეგა რომ ამბობდი რომ პანდემიის დროს მართლა რომ გაგვიჭირდა, მე მივხვდით რომ რაღაც გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ თან რო ვფიქრობ, ისეთი პერიოდი რო არ გვიჭირდა, არ მახსენდება გულწრფელად. ანუ რაღაცა ეტაპზე, რაღაცა გამოწვევების წინაშე სულ დგავართ და მე ადამიანისთვის რთულია, ხო? ქვეყანას ან ფინანსურად გვიჭირს ან რაღაცა ისეთი რო ვფიქრობ ხოლმე, ვერ ვამტყუნებ ნამდვილად ამ საზოგადოებას მართლა გადარჩენისთვის რო იბრძვის და ეხლა მე მივდივარ და მოხალისეობის მნიშვნელობაზე ვესაუბრები, შეიძლება იფიქროს რომ მე მომცლია, ნამდვილად არ მომცლია და უამრავი საქმე მაქვს, უბრალოდ რაღაცნაირად ჩემთან მოხდა ისე რომ დაალაგდა ეს ინფორმაცია და მივხვდი და მოვიდა ჩემამდე ეგ ინფორმაცია, რომ მე თუ დღეს რაღაცა მცირე როლს შევასრულებ ამ პროცესში, ხვალ შეიძლება ბევრი ეგ პრობლემა აღარ გქონდეს, რის წინაშეც ვდგავართ. ზოგადად, რატო არის ესეთი მნიშვნელოვანი მოხალისეობრივი კულტურა, რიგითი მოქალაქეების ჩართულობა? იმიტომ რომ ერთად შევქმნათ ეს საზოგადოება და მე ვიღაცას არ დავაბრალოთ რაღაცები, რომ ხდება ჩვენს ქვეყანაში. ანუ ჩვენი რიგითის წვლილი თუ იქნება, რაღაც პროცესი არ მომეწონება, ამაზე უკავშირი იქნება, შევეცდები რომ შევცვალო, ხო? ეს არის რეალურად საზოგადოების როლი ამ პროცესში. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ რასაც გვეტყვიან და დაგვიწერენ და რომ ჩვენს ემდგომები გვყავს და ასე შემდეგ და ისე უნდა მოიქცეს და თითქოს ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ძალა და ხმა იმისთვის, რომ ეს რაღაცები შევცვალოთ. აქედანაც მოდის რეალურად ჩემი აზრით ეგ დამოკიდებულება, რომ ადამიანები ფიქრობენ, რომ ანუ მე და აი არჩევნების მაგალითი როგორც არის. ზუსტად ერთი ხმის მნიშვნელობა. ჩვენი პროექტი არის თუნდაც ერთი ლარის მნიშვნელობა და ერთმა ადამიანმა თუ დაიჯერა, რომ ეს პრობლემა მოგვარდება, გამორიცხულია რომ რაღაცები ვერ გააკეთოს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. აი მაგ ნაწილში სამოქალაქო სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანი, კონკრეტული ინდივიდების პასუხისმგებლობა ძალიან კარგია, მაგრამ რაც გვაყალიბებს საზოგადოებად და რაც გვქმნის, არის ეს სამოქალაქო თვითშეგნება და სოლიდარობა და პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია და მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესებში ყალიბდება. ანუ თუ რაღაც 30 წლის წინ ამაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო გარკვეული ფაქტორებიდან გამომდინარე, ახლა ნელ-ნელა ვსწავლობთ და ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც საჭიროა რეალურად ასეთი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის და ეს თავის მხრივ ძალიან მახარებს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ადამიანები ერთმანეთის გვერდით დგომას ვსწავლობთ, არა მხოლოდ რაღაც მოხალისეობრივი ინიციატივებით, არამედ ისეთ შემთხვევებში, როგორც მაგალითად იყო შუქრუთის მაღაროელების ამბავი და კი, ზუსტად, კაი მაგალითია. თუნდაც 13 ივნისის, სადაც სულეთ უცხო ადამიანები მოხალისეობრივად ამ საკმაოდ მძიმე ფიზიკურ შრომაში თავისუფლებით. ალბათ 13 ივნისი და თუნდაც შოუს ტრაგედია კარგი მაგალითი იმ ხრივია, რომ ყველა სანამ ყოველას რო შეგვეხო, მე ყველა ავდექით და გამოვედით საქმის აკეთებლად. აი, შუქრუთი უფრო კონკრეტულია და თითქოს რაც შუქრუთელებს აწუხებდათ, მე არ მეხებოდა იმ ხრივ, რომ მე იქ არ ვცხოვრობდა, კარგად არ მისის, მაგრამ რეალურად მათი პრობლემა, როდესაც ჩემი პრობლემა გახდება, ალბათ უფრო უკეთესი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილები ვიქნებით, როდესაც გავიაზროთ. ანუ უკეთესია, რომ იქამდე გავიაზროთ ეგ ყველაფერი, სანამ ჩვენ პრობლემად იქცევა და შეგვეხება იმიტომ. იმიტომ რეალურად ეგეც მოხალისეობა არავინ არ გეხვეწება, რომ მიხვიდე და რამე გააკეთო, შენი პირადი მიდან მოდის რა ქვია, ინიციატივები. პასუხისმგებლობიდან, რაღაც პასუხისმგებლობის გრძნობა, ან მორალური ფაქტორიც ერთვება მანდ, იმიტომ რომ რაღაცნაირად როცა ხედავ რომ შენს გვერდით მცხოვრებ ადამიანს პირობითად უჭირს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ის, რაღაცნაირად გიჩნდება სურვილი რომ დაეხმარო. და თქვენ ეს ფიქრობთ მაგ ნაწილში, აი ძალიან საინტერესოა ეს სამოქალაქო სოლიდარობის თემას როგორ ხედავთ დღევანდელ საზოგადოებაში, განსაკუთრებით როცა ეს თემა საკმაოდ აქტუალურია.
ხო, აი რა მაგალითებიც ვახსენეთ, ეგ ჩემთვის ისეთი იყო, რომ აი არ დაჭირდათ ადამიანებს ვიღაცის დაძახება და შინაგანი ხმით იმოქმედეს, რომ იგრძნეს, რომ იმ მომენტში იქ უნდა მდგარიყვნენ და რაც შეეძლოთ ის გაეკეთებინათ, იმიტომ რომ არ ვიცოდით არავინ რა უნდა გვეკეთებინა, ხო? აი ეს არის რაც მგონია რომ უნდა გვამოძრავებდეს, რომ არ დაგჭირდეს ვიღაცამ გითხრას რა გააკეთო და იცოდე შენი როლი მთელი პროცესში. შეიძლება ეს უბრალოდ იყოს რომ მიხვიდე და ვიღაცის გვერდით დადგე და გაამხნევო. აი ამიტომ სულ ვცდილობ ხოლმე რომ როცა მოხალისეობაზე და სოლიდარობაზე ვსაუბრობ, ხო, ძალიან ბევრი ფორმა აქვს, მართლა ძალიან ბევრი ფორმა. აი მაგალითად ეხლა გამახსენდა ერთი პროექტი, რომელსაც თუ სწორად მახსოვს, ქვია მესტუმრე და მისი მიზანი არის რომ ხანდაზმულ ადამიანებთან მივიდნენ ახალგაზრდები და თუნდაც 1 საათი გაატარონ მათთან და ისაუბრონ. აი ეს იმდენად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, იმიტომ რომ იცით ჩვენს ქვეყანაში ხანდაზმულ ადამიანებს როგორი ცხოვრება აქვთ, ანუ მე რომ მიდიხარ ევროპის ქვეყნებში და ხედავ იქ როგორი რეალიზებულები არიან, განსაკუთრებით წყდება გული შენს ქვეყანაში, თუნდაც ბებია ჩემი, რომელიც სახლიდან ვერ გადის, რა რთული არის მისთვის ცხოვრება, ხო? მარტო ყოფნა და ამ პროცესში რომ უბრალოდ ახალგაზრდა შეუძლია რომ მივიდეს, ამ ადამიანმა შეიძლება გაუზიაროს თავისი ცოდნა, რაღაცა ასწავლოს, ამან უბრალოდ ხალისი შეიტანოს მის ცხოვრებაში 1 საათი, რომელიც შენ არაფერს გიწყვეტს რეალურად, იმიტომ რომ დღეში რავი სკროლვაში ვატარებთ გაცილებით მე დროს, რამხელა სარგებელი მოგაქვს ადამიანისთვის, ხო? ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ სოლიდარობა და მოხალისეობა არ არის რაღაცა დაწერილი სტანდარტები და ნორმები, რაც უნდა ვაკმაყოფილებდეთ და უბრალოდ თუ ეს გვექნება მონდომება რომ ამ პროცესის მორალური თანადგომის დიდი საქმეა ძალიან. ნამდვილად, აი გვერდში რა უდგახარ უბრალოდ რთულ პერიოდში ვიღაცას და რაღაც ისეთ სიტყვებს ეტყვი, რაც იმ მომენტში დაამშვიდებს, ესეც ძალიან დიდ როლს ასრულებს ხოლმე მთელ რიგ პროცესებში და საზოგადოება მგონია რომ ნელა მაგისკენ მივიდივარ, თუმცა სწორად აღნიშნეთ, რომ ხანდახან რაღაცები გვაიძულებს, რომ ეგეთ ნაბიჯები გადავდგათ. მაგრამ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ვერ ვამტყუნებ ხოლმე ნამდვილად საზოგადოებას ისეთ რთულ რეალობაში ვცხოვრობთ, აი რომ ველაპარაკები ახლა ოჯახებს რეგიონში, სულ იმაზე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს რა თქმა უნდა პირველი ჭირდება რომ საკუთარი ოჯახისთვის ელემენტარული რაღაცები მოიძიოს და იმას ვერ დავავალდებულებთ რომ რაღაცა ის აკეთოს. ანუ ფონი გასათვალისწინებელი არის რა ტიპის ქვეყანაში ვცხოვრობ და რა გამოწვევების წინაშე. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი რა თქმა უნდა ისევ ახალგაზრდებს აქვთ, რომლებსაც რაღაცა ეს мотиваცია და შემართება შეუძლიათ რომ შემოიტანონ და უფრო მეტად გახადონ ეს ინფორმაცია თუნდაც ყოველთვის ხელმისაწვდომი. თუნდაც ის რომ მოხალისეების შესახებ კანონი არსებობს, თუნდაც ის რომ მოხალისე და სტაჟიორი შეგვიძლია გავმიჯნოთ შენი უფლება დაიცვა, თუნდაც ის რომ მოხალისედ შეგიძლია იყო ნებისმიერ საქმიანობაში ჩართული და ჩვენი მიზანით გარკვეულწილად ეგ არის რომ ეგეთ თემებზე ვილაპარაკოთ, რაც ჩვენს თაობას აწუხებს და ჩვენს თაობას აინტერესებს, რაც მთავარია. საინტერესო იქნება კიდევ ერთ საკითხს რომ შევეხოთ, აი ეკოლოგიურ პრობლემებთან და გამოწვევებთან ბრძოლის თვალსაზრისით, რამდენად მნიშვნელოვანია მოხალისეების ჩართულობა. ერთია რაღაც შაბლონური ტექსტები, რომ რაღაც დარგეხე, მოუფრთხილდი გარემოს, არ დაყარო ნაგავი, მაგრამ მეორეა ქმედითი ნაბიჯები, რაც ჩემი აზრით მაინც გვაკლია, იმიტომ რომ ძირითადად რაღაც ამ მოწოდებებსა და შაბლონებზე დგას დღეს საზოგადოება ამ ნაწილში განსაკუთრებით, იმიტომ რომ რაღაცნაირად ბევრი ვისაუბრეთ პრობლემებზე და ეკოლოგიური პრობლემებისთვის არავის ცხელა ბრჭყალებში და არც არავინ აქცევს ამას დიდად ყურადღებას, თუმცა არსებობს ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც კონკრეტულად ამ თემაზე ფოკუსირდებიან და აი საინტერესოა როგორ ხედავთ ამ პრობლემას, როგორც მოხალისეობის ჭრილში, ან როგორ შეგვიძლია გადავჭრათ და რა შეგვიძლია გავაკეთოთ როგორც მოხალისეებმა ამისთვის. გარდა იმისა, რომ აი მე პირადად ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცნაირად შევამცი, რომ ჩემი გავლენა, უარყოფითი გავლენა გარემოზე, იმიტომ რომ ფაქტია, რომ გვაქვს ეს უარყოფითი გავლენა და კლიმატის ცვლილებები ამის ასე ვთქვათ დასტური არის. მეორე არის ის, რომ მე ვიყო მაგალითი ადამიანებისთვის, რომ რა შეიძლება გავაკეთოთ და ვიყო ინფორმაციის გამტარი, რომ ვთქვით, რომ რაღაცა პრობლემები გვაწუხებს და ბევრი მუშაობა გვჭირდება ამაზე, მახსენდება ხოლმე ყოველთვის კარგი ინიციატივები, რომლებიც აი ეკოლოგიაზე ვინც მუშაობს, არ ვიცი, თქვენც გექნებათ გამოცდილება, როდესაც პლასმას აგროვებ და მისი გადამამუშავებით ქმნი რაღაცას და არა ყიდულობ ახალ პლასმას მაგალითად. არიან ორგანიზაციები, რომლებიც ფურცლებს აგროვებენ და ამ გადამუშავებული ფურცლით აკეთებენ ახალ ნივთებსაც გვჭირდება. ანუ ესეთი იდეების პოპულარიზაცია, წარმოჩენა უფრო მეტი საუბარი ჩემი აზრით ამ ხრივ მოგვიტან შედეგს. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელი არის, რომ ერთიანად ჩვენ ქცევა და კულტურა შევიცვალოთ და აღარ პერიოდში საინტერესო პროექტი იყო ტენე, რაც მას ტენე ზუსტად მაგას გულისხმობდი, კი, პლასმასის, ბოთლების ჩავარებით სანაცვლოდ იღებ ტაიპსი და ამოთხარეთ თუ გახსოვთ ესეთი სათავე თქვენთ ერთი კამპანია, ალბათ შეგიმჩნევთ მიწაში ჩაფლული პლასმასის ბოთლის თავსაფარები, რაც განსაკუთრებული პრობლემა არის. და
ის რომ მოუწოდო რომ ამოთხარო და მიიღო სარგებლო თავიდან, ამას აკეთებ რაღაც სარგებლის. მე უკვე ეს ჩვევაში გადაგდის. მოხალისეობა ზოგადად ეგრეა. თავიდან შეიძლება გჭირდებოდეს უნივერსიტეტისთვის ან სწავლისთვის ან რაღაცისთვის, მაგრამ მე უკვე ეს გადაგდის ჩვევაში. ეს დადებითი აქვს მოკლედ ამას, რომ ამ პროცესში თუ ჩაერთვები ერთხელ რა მიზეზითაც არ გინდა რომ ჩაერთო, მე უკვე შინაგანად გინდება ამ საქმეს. ჯერ მარტო ხალხს იცნობ იქ ისეც აი ესეც უნდა ვთქვათ რომ მოხალისეობას კარგი ის აქვს კიდევ რომ იცნობ ადამიანებს რომლებიც ჩვენთან ერთად ამ საქმისთვის ერთიანდებიან და დღეს ძალიან გვჭირდება ხოლმე ეს რაღაცა სოციალური კაპიტალის დაგროვება და ეს სარგებელიც მოაქვს მოხალისეობას. ტენესთვის მახსოვს ჩემი კურსელი აგროვებდა ბოთლებს და ოთახშიედო ერთი 500-იც არის და აშკარად მუშაობს ესე იგი. 7 წლის დიშვილი აგროვებს და მთელი ოჯახი მაგის გამო მეჩხუბა მე რომ დროულად წავიღოთ ეს ისინი იმიტომ რომ მთელი სახლი სავსეა ამ ბოთლებით და ძალიან კარგი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის მარიამ. მე ვფიქრობ რომ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. კიდევ ბევრია სათქმელი, მაგრამ მე მგონი 40 წუთის კოლოზე ბევრი ვთქვით და მადლობა თქვენ ნამდვილად ყურადღება რა დაუთმეთ ამ თემას. კარგია რომ ბევრი ნაბიჯის გადადგმას ვცდილობთ ამ მხრივ მოხალისეობა და სხვა აქტივობები ალბათ აუცილებელია რომ დემოკრატიული სისტემაც კარგად მუშაობდეს და ჩვენც რომ კარგ ქვეყანაში უფრო უკეთეს ქვეყანაში რომ ვიცხოვროთ. კი, უკეთეს საზოგადოებაც რომ ვიყოთ და ერთად ცხოვრება რომ გვიხაროდეს თუნდაც. პირველ რიგში დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ძალიან საინტერესო საუბარი იყო და ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს ვეთქვათ რომ გამოიწერონ ჩვენი არხი და ლაიქონ, კომენტებს და გაუშეარონ და ნამდვილი იუთუბერით. აბა დავემშვიდობოთ მაყურებელსაც და მადლობა უთხრათ ჩვენი მოსმენისთვის. შევხვდებით მოიგებ. მადლობა.